სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟ საღამო მშვიდობისა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული პროსახელისუფლებო მედია. კვირის რეპორტაჟმა მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ნათელი ხდება, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ინტურის პალასში მისთვის სასურველი ჟურნალისტებისა და პროდიუსერების ცხოვრების ხარჯებს ფარავს. დავით პაიჭაძე, გია ჭანტურია, ლევან გახელაძე და ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, თამარ ბაღაშვილი რუსთავი 2, გურამ დონაძე რეალ TV და მედიის კიდევ 23 წარმომადგენელი, პლუს ესპანელი შეფრზარეული და უკრაინელი მომღერალი. რაში იყრება საბიუჯეტო თანხები და არის თუ არა ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ჟურნალისტების მოსყიდვა. ვასილ დაბრუნდაშვილის რეპორტაჟში თქვენ ასევე ნახავთ, რა უჯდება ხალხს პრეზიდენტის ერთდღიანი სტუმრობა ბათუმის შერატონში. საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ყოველთვის გაწონასწორებულ წამყვანს ასეთი რეაქცია სტუდია GNS-ის შეკითხვაზე ჰქონდა. არხის სახესთან დავით პაიჭაძესთან ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ დაფარა 2011 წლის ახალი წლის დღეებში ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ინტურის პალასში, მისი და პროსახელისუფლებო არხების სხვა ჟურნალისტებისა და პროდიუსერების ცხოვრების ხარჯები. ხარჯები ვინ დაფარა არ ვიცი, მაგრამ ვიმყოფებოდი ნამდვილად. რამდენიმე ადამიანი ყავით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თუ ხო, არ დამითვლია რამდენი, მაგრამ ვიყავით. ან ნამდვილად ადასტურებთ რომ ინტურისტში. კი. ეს ხარჯები ვინ გადაიხადა თქვენი სიცხე? მე არ გადამიხდია ხარჯები. ბუღალტრული დოკუმენტების მიხედვით, რომელიც სტუდია GNS-მა მოიპოვა 2010 წლის 31 დეკემბერს, 2011 წლის 1 იანვარს და 2 იანვარს ინტურის პალასში ცხოვრების საფასური საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა დიალოგისა და საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა პიკის საათის წამყვანს დავით პაიჭაძეს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დაუფარა. ჯამში 870 ლარი და 24 თეთრი. ეს თანხა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრმა საბა ღვინიანიძემ გადაიხადა. ვასო, მე ერთ რამეს გეტყვი. მე მზად ვარ ამას ლაპარაკობ, მე შემიძლია ამაზე ველაპარაკო, პრობლემა არ არის. სრული უფლება გაქვს, ჟურნალისტმა კითხვა დასვას, პრობლემა კი არ არის. უბრალოდ არ გამოდის რა, მაინც და მაინც ლამაზად. მეორეც შესავალი საქმის არ შეგვიძლია. მეორეც თქვენი კითხვის პასუხი ეს იქნება არ იმდენ ჩემგან, რამდენადაც თქვა ჩემი ნამუშევრების კრიტიკა რა. ხო? ანუ გაუშვი ადამიანებმა შეხედონ იმას, რას ვაკეთებ მე, როგორც ტელე, ისე რადიო ეთერში და მე განსაჯო მე ზღუდავს თუ არა ერთხელ ინტურისტში ღამის გათემა. შერჩეულები მოსყიდვა აგიტაცია მოსყიდვა არ არის, აგიტაცია პარტიის სასარგებლოდ ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა ფული და ჩვენი კანონმდებლობა. მათთვის ვინც აგიტაციას ეწეოდა? არა, მე სხვა რამეს ვამბობ, ანუ პროგრამა მთლიანად იყო მომართული კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, კონკრეტული პარტიის სააგიტაციოდ და ეს სარგებელი დადგა იცით? მაუწყებლის ოფიციალური ინტერნეტ საიტის მიხედვით, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირებულებებია. ჟურნალისტ პაიჭაძის გარდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადმა მცველმა ინტურის პალასში ასევე გადაიხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის, სამეურვეო საბჭოს წევრისა და გაზეთ 24 საათის გამომცემელის მამუკა ფაჩუაშვილის, საინფორმაციო პროგრამა მოამბის მთავარი პროდიუსერის ხათუნა ბერძენიშვილის, მოამბის ჟურნალისტების ლიკა ხურციძის და თამარ ურუშაძის ცხოვრების საფასურიც. თითოეულს ერთ ღამეში 425 ლარი და 12 თეთრი. ასეთივე პატივი ერგო საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის პირველი კავკასიური სამყავს ეკატერინე კოტრიკაძესაც. იგი კომპანია K1-ის თანამფლობელიცაა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ფორმალურად პირველ კავკასიურს მართავს. რა სისულელია? არ იყავით. ყველანი ჟურნალისტები. არა, იცი რა არის? შარშენ არა, ეს არის რა ქვია, ბათუმში ვიყავი. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოამბის ჟურნალისტის ლიკა ხურციძის რეაქციაა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებდა რა კრიტერიუმით მოხდა ჟურნალისტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ სიებში და ვინ დაფარა ინტურისტში მისი ცხოვრების საფასური. ბათუმში ვიყავი რეპორტაჟის მოსამზადებლად, ჩვეულებრივად რა. 2 რიცხვი ახალწელს ხო? იცი რა არის ხა რიცხვები არ იცი, საახალწლოდ ვიყავით კი წასული. თქვენ გადაიხადეთ ისე?
სამსახური მივლინება შენთან როგორც აკეთებენ, ისე ჩემთან აკეთებენ მივლინებას და ეს რა სისულელი არაფერი არა გაგწვენია, გაიგე. ანალოგიური შეკითხვით ჩვენ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ხათუნა ბერძენიშვილსაც მივმართავთ. და შემიძლია გითხრათ, რომ მოამბე უკვე რამდენიმე წელია ყველა საახალწლო ეთერს აკეთებს აჭარიდან, კონკრეტულად ბათუმიდან. მე არ ვიცი თქვენ ხელში რა დოკუმენტი გიგავიათ. რომ მოვიდეთ ქალბატონო ხათუნა თქვენთან სტუმრად და რო გაჩვენოთ ეს დოკუმენტი. მოვიდეთ, არ არის არანაირი პრობლემა. კარგით, ეხავე წამოვალთ ვაშა. კარგი გელოდებით. მეტი დამაჯერებლობისთვის მოამბის პროდიუსერს სიის ჩვენებას და შეხვედრას ვთავაზობთ, რაზეც გვთან ხვდება. თუმცა 10 წუთში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მისვლის შემდეგ ტელეფონზე გვიხსნის, რომ სასწრაფო საქმეზე გავიდა. ამის შემდეგ ბერძენიშვილი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს. სტუდია GNS-ი ასევე ცდილობდა კომენტარის მოპოვებას ლევან გახელაძისა და გიორგი ჭანტურიასგანაც. თუმცა მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა კვირის რეპორტაჟის ზარები და შეტყობინებები უპასუხოდ დატოვეს. მედია დემოკრატიზმის მეტი გამოვლენა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია უბრალოდ მეპრეცედენტის აღებულება თავისუფლების სიმართლეობითაც. მსგავსი მიდგომისაა. ჭყონიაში ვარ ნამყოფი. არა, ჭყონიაში ქონდა შლაპა ფართი და იქ ყავდა მთელი მედია საშუალებები დაიმასქრებული და იმათთან ერთად ვიყავდი. დოკუმენტების მიხედვით 2011 წლის ახალი წლის დღეებში პრეზიდენტის პირადი მცველის ხელით სააკაშვილის ადმინისტრაციამ ინტურისტში ცხოვრების საფასური თაკო ფხაკაძესაც დაუფარა. თუმცა გაზეთ პრაიმ ტაიმის გამომცემელი ამ ფაქტს უარყოფს. გონი ლონდონში ვიყავი 2011 წელს. 2010 წელს. მე რაღაცა ჩამტროკითხების ხა ესი არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ამ სიაში ჩემი გვარი მე არ მგონია. კიდე საახალწლო დღეები არის. 2010 წელს არ ვიყავი, მაგრამ თუ შარშანდელი წელი არის 2011 მე ვიყავი ლონდონში. ბიუჯეტის ფულით საახალწლო ტური ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ასევე მოიწვეს ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა მათე კირვალიძემ, მოდელირებული ქრონიკის წამყვანმა ლაშა ხარაზიშვილმა, ქრონიკის ჟურნალისტმა და სიტი პარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ, რეალ ტივის ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ, რუსთავი 2 ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დავით კაკულიამ. ასევე რადიო იმედის დირექტორმა ნინო გაბრიაძემ. ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, ეს დოკუმენტი არ მინახავს და შესაბამისად ვერანაირი სხვა პასუხის. ახალი წლის დღეებში ინტურის პალაში ბიუჯეტის ხარჯებით საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ნაციონალური არხების ცნობილ სახეებთან ერთად პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოსის პატრონაჟის ქვეშ მყოფი რადიო მუზას შედარებით უცნობი სახეები დავით ხოსიტაშვილი, შალვა ციცვიძე, თამარ მუქერია, ტატო ჯინჯიხაძე, ნინო ნიკოლეიშვილი და ანუკი ცქვიტინიძეც მოხვდნენ. ზანდუკელის 12 ნომერში რადიო მუზას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. მათ შენობაში შესვლის და თანამშრომლებთან შეხვედრის საშუალება არ მოგვცეს. დასავლელი ჟურნალისტები ცდილობენ ხოლმე რომ დაიცვანეს სტანდარტი და თავისი ყავის ფული თვითონ გადაიხადონ და არ დააპატიჟებინონ თავი თუნდაც ფინჯან ყავაზე პოლიტიკოსებს, ხო, თავის რესპონდენტებს. ჟურნალისტთა მოსყიდვა ეთიკური პრობლემა და ინტერესთა კონფლიქტი. ასეთია ჟურნალ ლიბერალის გამომცემელის პოზიცია. როგორც მინიმუმ ეს არის ინტერესთა კონფლიქტის საფუძველს ქმნის და აქ არის რაღაცნაირად ჟურნალისტების მოსყიდვის მცდელობა. თავისთავად ეს არის არაეთიკური. იმედი და რუსთავი 2 ჩემთვის რაღაცნაირად ხელჩაქნეული ვარ ამ ტელევიზიებთან მიმართებაში, მაგრამ სამწუხაროა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალიან ბევრი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამაში. და თითოეული მათგანი არღვევს ამ ეთიკურ სტანდარტს. უფრო თამამია შეფასებებში იანთაძე. მედია ექსპერტი ცალსახად ამბობს, რომ მსგავს შეხვედრებზე ხელისუფლება და მის კონტროლქვეშ მყოფი პროპაგანდისტული მედია საერთო პოლიტიკას ათანხმებენ. ძალიან ერთი მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რომ შეკრება ჩატარდა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლების აზრით ქმნიან დღეს საინფორმაციო პოლიტიკას სხვადასხვა არხზე. ეს არის დარღვევა სტანდარტის, ეთიკის და არავითარ ის თანხა, რამდენიც ადმინისტრაციამ გადაიხადა მათ სტუმრობაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2011 წლის 2 იანვარს ჟურნალისტების გარდა სასტუმრო ინტურის პალაში ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის ნომრის ფული 368 ლარიც აქვს გადახდილი. ლატასი ბათუმში მდებარე რესტორან კლოდ ცხრის შეფ მზარეულია. 184 ლარი გადაუხადეს ვასილ რუხაძეს,
რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შექმნილ ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისიის წევრია. თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის 2 იანვრის ღამე სასტუმრო შერატონში გაატარა და ერთ ღამეში ბიუჯეტს პრეზიდენტის ეს სიამოვნება 14070 ლარი, დაახლოებით $8500 დაუჭდა. თანხა აქაც პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომელს საბა ღვინიანიძეს აქვს გადახდილი. სააკაშვილი 11 იანვარს კიდევ ერთხელ ეწვია ბათუმის შერატონს და ამჯერად ეს ვიზიტი ბიუჯეტს 4704 ლარი დაუჭდა. უკრაინელი მომღერლის და პირველი კავკასიურის წამყვანის ივანა მელაის ერთი ღამე სასტუმრო შერატონში დაბინავება 2011 წლის 2 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 325 ლარი დაუჭდა. 6 აპრილს სასტუმრო რედისონში კი უკვე 709 ლარი. საინტერესოა, რომ 2 მარტს შერატონში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა და დაცვამ 860 ლარი გადაიხადა.